მართლა გჯერათ? ან გჯეროდათ, ახლა რო არ გჯერათ უკვე ვიცი. მართლა გჯეროდათ რომ რეჟიმი იქნებოდა და იქნებოდა? არა, პოლიციელებს მიმართავ. გჯერათ რომ გომელაური იქნება ის ვინც არის და ღარიბაშვილი იქნება ის ვინც არის და ივანიშვილი იქნება ის ვინც არის, რომელიც კაცმაეთის უკვე სად არის. არა, ხო ეს ასე არ იქნება. ნუ თუ გონიათ რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკელები, ევროპელები, სხვა კოლეგები, რომლებაც რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში პოლიტიკური და ფინანსური ინვესტიციები განახორციელეს ამ ქვეყნის დემოკრატიის განვითარების საქმეში, იმას დაუშვებენ, რომ ჩვენთან ერთად, ხალხთან ერთად, რომ მემანიშვილები და წერა-კითხვა უცოდინარი ღარიბაშვილები მოაჯდნენ სამარაჯამოდ ამ ქვეყანას. აი რატო იფიქრეთ? აი დაუშვით თქვენ. პირველი შეცდომა ესო დაუშვით თუნდაც 13 წელი. ახლა ვიცი, რომ ამის თქვენს კი არ გჯერათ. თუ შეიძლება ნუ შედიხართ კომუნიკაციაში ამ ადამიანებთან, პოლიციელებთან, ნუ შედიხართ კომუნიკაციაში. არ არის ეს ჩვენი საქმე. გეუნებით გულახდილად როგორც მეგობარი მეგობრებს. ეს ადამიანები არიან ტყვეები. ტყვეობაში არიან და განსათავისუფლებელები არიან. კიდევ ერთხელ დავუბრუნდები საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია და აქტუალურია. პირველ რიგში აქედან მოკითხვა მიხეილ სააკაშვილს, თუ კი ბაგრატ იყავი. ერის და მოყვარეს ამაყობს დღეს შენი. მაგრად იყავი ელენე ხოშტარიას მოკითხვა. ერი და მოყვარე ამაყობს ელენე ხოშტარიათი. ელენე ხოშტარიათი, მიხეილ სააკაშვილი, თითოეული თქვენგანით, ხახო. ყველა იმ ადამიანით, ვინც გუშინ დააკავეს. ყველა იმ ადამიანის ოჯახის წევრს დიდი მადლობა, რომელიც ანერიულებს, გამები გაათენებიეს, აწებნიეს საკუთარი ოჯახის წევრები. 5-6 საათის განმავლობაში ყავდათ მინიბასებში გამოკეტილი, დაკავებული. რატო დააკავეთ? ვინმეს გააქვს პასუხი მურმადუბაძე? ვინმეს გააქვს პასუხი რატო დააკავეთ ბაჩოდოლიძე? ელგუჩა ბაგრატიონი? ვინმეს გააქვს პასუხი? არა. და სხვები კიდევ 50 გამორჩევა. ინტერვიუებს იძლეოდნენ, ხახო. ან ადამიანი, რომელიც აქ იდგა და გეუბნებოდათ, რომ გუშინ რუსულმა პროპაგანდისტულმა არხმა საქართველოს დროშა ფეხქვეშ გააფინაო და დაგწინაო. აი აქ იდგა, აი ამ ადგილას. და ვიდეო კადრებს გაჩვენებდათ. სტაცეთ ხელი და წაიყვანეთ. რატო დააკავეთ? თქვენ რატო? იმიტომ რომ მემანიშვილი გაგდიძდეს და ღარიბაშვილის უსიტყვო დავალებები შეასრულოთ, დაფიქრდით, ხახო. ვერ დაგვიჭეთ, ალალა თქვით, ხო იცით? 2000 და 3000 ადამიანის დაჭერის რესურსი არ აქვს. ხო იცით? დაიჭეთ 100 კაცს. გამოვა კიდევ უფრო მეტი და დაიღლებით, ხახო. დაიღლებით. ამიტომ ჩემო მაგრებო და მე ამაყება რა ვქნა, ალალად გეტყვით. ბევრი რამ მე ამაყება, მათ შორის ის მე ამაყება, რომ ჩვენი ემოციური განწყობები, რომელმაც ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში ას თუ ისე ხშირად დააშვებინოს შეცდომა, ჩვენ შეცდომები არ დავუშვით და სწორედ იმ რელსებზე დგას დღეს საპროტესტო მოძრაობა, რომელიც ბოლოში გავა და იმ უკანონო ჩახერგილ გზას ამ რეჟიმის მიერ გაიტანს. ამიტომ ყოველდღიურად გავიმეორებ, რაც არ გესმოდათ ბევრ თქვენგანს. დღეს დღის ბოლოს მე თქვენ მოგაწვით ხვალინდელი დღის გეგმას და ასე იქნება ყოველდღიურად. მანამდე ჩვენს დაკავებულ ადამიანებს სხვადასხვა იზოლატორებთან ჩავაკითხავთ, გავამხნევებთ. მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ, რომ ჩვენ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ორ ადამიანს გვიკლავენ, მიხეილ სააკაშვილს, ელენე ხოშტარიას, არ ვივიწყებთ. და ასე იქნება ყოველდღე. მანამ სანამ ხახნო არ გაჩერდება, ახალი წლის დღეს რო იყოს, დაუშვათ. მანამდე
დარწმუნებული ვარ ეს რეჟიმი აღიარებს მას, მაგრამ ახალ დღესასწაულიც რომ იყოს, იქნება პროტესტი, იმიტომ რომ პროტესტი არის მშვიდობიანი და პროტესტი არის გარდაუვალი ერთადერთი უებარი გზა გამოძებისკენ.